შესაძლებელია თუ არა კანის ასაკობრივი ნიშნების შეჩერება მხოლოდ ზედაპირული მოვლით. ინტერნეტი სავსეა კონტენტ კრეატორების რჩევებით. სად არის რეალობა და სად იწყება მარკეტინგული ილუზია? დღევანდელი პოდკასტის სტუმარია Total Charm-ის ექიმი დერმატოკოსმეტოლოგი ნინო ნიშნიანიძე. პოდკასტის წარმომადგენელია კომპანია Estemed. ესთეტიკური მედიცინის წამყვანი ბრენდების Motiva, Filmedi, Valmonti, Endosperos, Mamis და MDR-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენ ვქნით ქართულ ბაზარს ინოვაციური ტექნოლოგიებით, პრემიუმ კლასის გადაწყვეტილებებით და საერთაშორისო ხარისხის სტანდარტით. მადლობა ქალბატონო ნინო პოდკასტში მონაწილეობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ხშირად გვესმის სოციალურ ქსელებში ფრაზები ჰიალურონი შრატი, რეტინალი, ეს კრემი კოლაგენს აღადგენს, ეს შრატი ასაკობრივ ნიშნებს აჩერებს. ამ კრემს 30 დღეში აქვს საოცარი ლიფტინგის ეფექტი და დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ სილამაზის ინდუსტრია შეიძლება ითქვას ერთგვარ მარკეტინგად იქცა და ადამიანების უმრავლესობა ცდილობს, რომ ამ ქაოსში გაერკვიოს, შეიძინოს, ცადოს. რამდენად რეალურია ასაკობრივი ნიშნების შეჩერება, დაბერების პროცესის გადადება, აი ამ პოპულარული რუტინების დახმარებით. არ არსებობს ეგეთი რამ, ასე ვიტყოდი, თუნდაც საცხი, თუნდაც კრემი, გელი და ასე შემდგომ, რომელმაც შეიძლება შეაჩეროს დაბერების პროცესი, ამას არ ვიტყვი, შეანელოს ალბათ, მაგრამ ზოგადად სწორი რუტინა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წინაპირობა არის იმის, რომ ნორმალურად, როცა უვლით კანს, რა თქმა უნდა, ძნელად ბერდება შემდგომში უკვე. რუტინაში მოიაზრება იქ დასაბანის საშუალებები, მოიაზრება დამატენიანებელი კრემები, მაგრამ ესე Facebook-ით და რაღაც ონლაინ გაცემული ინფორმაცია ეს ყველაზე დიდი დანაშაულია, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ჯერ ერთი იქ უნდა შეფასდეს აუცილებლად კანის სტრუქტურა. ასაკი გათვალისწინებული უნდა იყოს როგორი ტიპის კანია და შემდგომში შეირჩეს იქ დაზიანება არის ასაკობრივად თუ ვთქვათ გარდატეხის ასაკით თუ როგორ შეირჩეს სწორი რუტინა და ამ რუტინაზე აეგოს უბრალოდ მოსავლელი და სწორად ესე ვთქვათ ბარიერული ფუნქციის აღმდგენი კრემი. ანუ ის რაც სამკურნალო ეფექტში გადის. მაგრამ რაც შეეხება ასაკიანებში ანტიეიჯის დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი, რა თქმა უნდა არის ამისი კრემები ძირითადად ოღონდ რომელიც შეიცავს რეტინოლს, რომელიც თუნდაც ნიაცინამიდს, მაგრამ აი მაგისი თქმა მინდა. დიდად რომ გითხრათ რა ისე სასწაულ შედეგს დებდეს არა, უბრალოდ ეგ გვეთვლება სწორ მოვლაში, მაგრამ ეგ არასდროს ნაოჭს არ შეგვიმცირებს, რა თქმა უნდა ვერ გააქრობს და ვერ ეგრეთ წოდებულ თუნდაც მწეველის ნაოჭებს, ეგრეთ წოდებულ ბატის თათებს და ჰორიზონტალურ შუბლის ნაოჭებს და ასე შემდგომ. ვიყოთ გულწრფელები მაყურებელთან და სწორი რჩევა მივცეთ. ერთ-ერთი მთავარი არის ჰიალურონი, რომელიც სინამდვილეში თავიდან ეს ჰიალურონის ბუმი რო დაიწყო. მანამდე ჩვენთვის ყველასათვის ცნობილი იყო ჰიალურონის იგივე ფილერები, რომელიც აქ წარმოდგენილი გვაქვს Filmedis ფრანგული art ფილერის ხაზი. ფილერებიდან ვიცოდით ჰიალურონის არსებობა. თუმცა მოგვიანებით გაჩნდა ბაზარზე შრატების სახითაც. მაყურებელს რო ძალიან მარტივ ენაზე აუხსნათ, რა განსხვავებაა ჰიალურონის წასმას კანის ზედაპირზე და ჰიალურონის შეყვანას დერმაში. ერთ-ერთი ყველაზე არასწორი რჩევა, რომ კრემი ნაოჭს გაგვისწორებს, მოდით აქედან დავიწყებ, ისიც არის, რომ ჰიალურონს თუ კრემი შეიცავს, არ ნიშნავს, რომ ის ნაოჭის გასასწორებლად გვაქვს. სოციალურ ქსელებში ბუმია. კრემმა რომ შეიწოვოს კანში უნდა იყოს ძალიან დაბალ მოლეკულური და ისიც იმ დონეზე ვერ შეიწოვება, სადაც ინექცია ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, კანის სამი შრე გვაქვს, ხომ? ზედაპირული ეს ეპიდერმისი, რაზეც სწორედ ეს კრემები მოქმედებს, თუმცა ამ ეპიდერმისზე მოქმედებით ის კრემი ვერაფრით ვერ ჩააღწევს კანის შუა შრეში. დერმაში ვერ მოხვდება, გამორიცხული არ ყოფილა ასეთი არ არსებობს. დერმაში ხდება სწორედ იმ ჰიალურონის ასე ვთქვათ ამუშავება, მოქმედება, რაც ნაოჭს ასწორებს, რაც კოლაგენ ელასტინის სინთეზს აკეთებს, იმიტომ რომ ეპიდერმისში ეს პროცესი არ ხდება. კანის ზედაპირულ შრეში რამდენი ტონა კრემი წავისვათ, ვერ მოვახდენთ იმ პროცესს, რომ ნაოჭი გავასწოროთ. უბრალოდ დატენიანდება და გაჯირჯვული კანი ჩანს, რომ ბრჭყალებში ვითომ ნაოჭი არ აქვს. ნაოჭების გასწორებაზე მივედით და აქ არის წარმოდგენილი
ჩვენი გადაცემის წარდგენია ესტემედი, რომელიც ექსკლუზიურად წარმოადგენს ფრანგული ბრენდის Art Fillers ფილმედის და თითოეულ მათგანს აქვს ჰიალურონის საკმაოდ დიდი შემცველობა, დოზა. თუმცა, როდესაც ქალბატონები, მათ შორის მეც, როდესაც სოციალურ ქსელში მწერენ, რომ მერსი, ცოტა არ ვიქნები თავმდაბალი, ასეა და ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიხარია თითოეულ ადამიანს, რომელიც მენდობა, მოსწონს ჩემი კანის ხარისხი და ასე შემდეგ. სულ ყოველთვის ჩემი პასუხი არის ხოლმე, რომ პირდაპირ ძალიან გულწრფელად მე ჩემს კანში, დერმაში არის დიდი რაოდენობით, დიდი დოზით ჰიალურონის მჟავა. ამას არ ვმალავ. თუმცა, ამის გაგონების შემდეგ მაინც ქალბატონებს აშინებთ 30 წლის ქალბატონებს 30+, 40+, რომ აი იქნებ მაინც ეს დაბერების პროცესი შევაჩეროთ ისე, რომ აი როგორც კი ვიტყვით, ფილერი და რა არის ამის მიზეზი? რატომ აშინებთ? ჰიალურონის წასმა უნდათ, მაგრამ ფილერის გაგონებაზე აი ახლა თუნდაც რომელიც ეს არის Art Filler-ი, Fine Lines, რომელიც თითქმის იმდენად თხელია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რომ ბიორევიტალიზაციის ფუნქციით ასწორებს და ასადავებს ნაოჭებს. რატომ აშინებთ ქალბატონებს ფილერის გაგონება? მოკლედ, თქვენ თუ გაქვთ ამის ახსნა. ჩვენი კანის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი ეს არის სწორედ ჰიალურონის მჟავა. ანუ ჩვენ იმ წეღანაც ვახსენე კანის შუა შრეში, დერმაში გვაქვს ესეთი შრე, სადაც სწორედ კოლაგენ ელასტინის სინთეზი ხდება. ანუ ეს არის ის პროტეოგლიკანები, რომელიც სწორედ ჰიალურონის მჟავას ქმნიან და ამ ჰიალურონის მჟავით არის ჩვენი კანი ტენიანდება, გამოვიყურებით. რა საკიდან ხდება ჰიალურონის მჟავის განდევნა? კი, აი 25 წლის შემდგომ უკვე კანი იწყებს ჩათვალეთ დაბერებას. 24 წლიდან ვიკეთებ ფილერებს. ამიტომ უკვე აუცილებელია სწორი მოვლა, სწორი ინექცია. 25 წლიდან უკვე რა თქმა უნდა ორგანიზმში ხდება ნელ-ნელა დეფიციტი, ასე ვთქვათ, განდევნა ჰიალურონის მჟავის და სწორედ ეს არის ის საშუალებები, რომლებიც გვივსებენ შემდგომში უკვე ამ მარაგს და არა მარტო გვივსებენ, არამედ ბუნებრივი და აი არ ვიცი შემდგომში ალბათ მკითხავთ, ხარისხიანი პროდუქტი ყოველთვის არა მარტო გვივსებს, არამედ საკუთარი ნეოკოლაგენეზის სტიმულაციას აკეთებს. ანუ აუმჯობესებს ჩვენი კანის სტრუქტურას, არაბერებს გვაქვს სულ სტიმულაციაში, ნაოჭებიც ყოველთვის თითქმის აღარ აქვს პაციენტს. ანუ სწორად შერჩეული პროდუქცია არის აქ, მიზეზი და არ უნდა ეშინოდეთ ამისი თქმა მინდა ჩვენს მაყურებელს. თქვენ თავად ახსენეთ სწორად შერჩეული პროდუქცია. დღეს ძალიან ბევრ ქალბატონს სწორედ აშინებს ის, რომ სახეზე არ მიიღოს ეგრეთ წოდებული overfilled სახე, ანუ გადაჭარბებული რაოდენობით ფილერი, იმიტომ რომ ჩვენ მასიურად ასეთ სახეებს ვხედავთ რეალურად. ძალიან ხშირია, კი. და ასევე ვხედა აი ეს pillow face-ი ძალიან ასე ეძახიან, ესე საერთაშორისო ტერმინია, ჰიალურონის დოზის გადაჭარბებით მიღებული ეფექტი. ხშირ შემთხვევაში ადამიანები, როდესაც იგებენ ფილერს, მყისიერად წარმოუდგებათ სწორედ ასეთი სახე. აი აქ როგორ უნდა იყოს მომხმარებელი დაცული? ექიმის მდგომარეობაც არის, რომ ექიმმა კარგად აუხსნას, რა ჭირდება პაციენტს. რა თქმა უნდა, შეიძლება 20 წლის პაციენტსაც უკვე დასჭირდეს იქ ტუჩი გაიკეთოს, შეიძლება სასრემლე ღარი ქონდეს გამოხატული, იმისი კორექცია დასჭირდეს. უნდა გაკეთდეს, ახლა მანდა მაინც 25 წელს არავინ ველოდებით, რა თქმა უნდა და სწორად მე ვფიქრობ კლინიკაში უნდა მოხდეს პაციენტის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება. სადაც კლინიკაში ყოველთვის არის მაღალკვალიფიციური დერმატოლოგი პირველ რიგში და შემდგომში ინექციონისტი, დერმატოკოსმეტოლოგი და ალბათ ეს გადაწყვეტილება თვითონ თუმცა ქალბატონები ძალიან ბრბათ მიდიან, თქვენ როგორც ახსენეთ, ექიმს უნდა ენდოს. ექიმს ენდობიან ნამდვილად. მე მაგალითად სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი მწერს, რომ გავიკეთე ბიორევიტალიზაცია. შედეგი მქონდა 0. გავიკეთე სახის მოდელირება ფილერით.
დაემართა შეშუპება, გაურთულდა, გაუჩნდა ბურთულები და ასე შემდეგ. ადამიანები ხშირ შემთხვევაში, როდესაც თქვენ რომ ამბობთ ექიმს უნდა ენდონ, მიდის ექიმთან და მას ეუბნება, მე მინდა ბიორევიტალიზაცია, მე მინდა ფილერით სახის მოდელირება. სინამდვილეში, რამდენმა იცის, რა პრეპარატი შეყავთ და რა შემადგენლობით და რატომ. და ესთეტიკურ მედიცინაში ადამიანები ხშირად დამეთანხმებით ქართულ რეალობაში, სოციალური ქსელების ფონზეც არაერთ იმას წავიკითხავთ, რომ აი ტუჩის გაკეთება მინდა ვის მირჩევ მოდი ჩემთან და ძალიან მიზერულ თანხად. ანუ ყიდულობენ ხშირ შემთხვევაში პროცედურას და არა პრეპარატს და რამდენად საშიშია ასეთი მიდგომა. ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა ასე მცირე ხანში ჩვენ ამას რა თქმა უნდა სრულად ვერ განვიხილავთ, მაგრამ თავარს ვიტყვი რომ ხარისხიან პროდუქტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომაც არის რომ ბრენდირებული პრეპარატები რაც არის აი მართლა ხარისხიანია. თუ იქ ჰიალურონის მჟავა სუფთა მოლეკულა არ არის და იქ BDD არის ესეთი ბმა, რომელიც სწორედ განსაზღვრავს ამ ჰიალურონის მჟავის შეკავშირებას და სწორედ თუ ის ჩვეულებრივად დაბალი პროცენტით არის ამ მაღალხარისხიან ფილერში, ის არასდროს არ იწვევს ეგრეთ წოდებული გრანულომების წარმოქმნას. აი იმ გადაჭარბებულ პროცედურას ვერ მიიღებ, იმიტომ რომ ის არ არის შერჩეული, ასე ვთქვათ, მანდამაინც ყველაფრისთვის. აი ძირითადად ბაზარზე არის ისეთი ფილერი ერთი სახის და ის კეთდება ტუჩზეც, ყვრიმალზეც, ყველგან. ეს თქვენ თუ გაკითხავენ პაციენტები გართულებებით. რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად ეს ძირითადად არის გადაჭარბებული ტუჩის კორექცია, ყვრიმალის კორექცია, ქვედაოვალი საშინელება იკეთებენ, ვითომ ეგრეთ წოდებულ ჯოლის, ესე ვთქვათ, ყბებს და ეს ფილერი ჩამოსული აქვს, ესე ვთქვათ, ყელის არეში. აი, სასწაული მიგრაცია ახასიათებს არასწორად გაკეთებულს და არასწორ შრეში შეყვანილ პრეპარატს. და არასწორად შერჩეულ პრეპარატს. აი, ამ სამ კომპონენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამას ახასიათებს გართულება. იმიტომ რომ იაფი ღირს, შესაბამისად მაყურებელიც იქნება თუ პაციენტი ამ შემთხვევაში მოითხოვს გაკეთებას, იქ იაფად არის პროცედურა, შესაბამისად მიდის იმ ასე ვთქვათ დანიშნულ ადგილას, იკეთებს ამ პროცედურას და ისეთი გართულებები აქვს, ვერ წარმოიდგენთ, ნეკროზიდან დაწყებული და სწორედ ეს ესეთი მეტად შევსებული სახის კორექციები, აი საშინელი მართლაც რომ ეგრეთ წოდებულ ბალიშის ეფექტს გავს. ანუ პროცედურას რო ვიკეთებთ, მე ახლა 13 წელია პროცედურებს ვიკეთებ. ბოლო პროცედურა სხვათა შორის ერთი კვირის წინ ჩავიკეთე, ჯოლაინი ახსენეთ და აი მე გადავარდი. ჩემი სოციალური ქსელის მეგობრებსაც გავუზიარე, გავიკეთე ვოლიუმა და სხვათა შორის ამ ბრენდის ფილერთან ძალიან მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, იმიტომ რომ ცხვირზეც ფილმედის ფილერს ვიყენებ ხოლმე და ტუჩზეც მერე რო რჩება, იმას ვუშვებ და აი ჯოლაინზეც ფანტასტიკური შედეგი და გართულება რო ახსენეთ, მე მინახავს ადამიანი ჩემ ახლობელს მაგალითად სადღაც გაიკეთა და მესამე დღეს იმდენად სერიოზული გართულება მისცა, არ ვიცი რომელიღაცა ქვეყნის წარმოების ფილერი იყო, პრეპარატი და ესე მესამე დღეს ესე სამ-სამი ის ქონდა, რა ქვია, შეშუპება, არა მხოლოდ შეშუპება, ესე მრგვალი ბურთებივით ქონდა და ძალიან უცნაური არის ის, რომ ყველაფერთან ერთად აი აღნიშნული ფილერები, არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება დავასახელო, მაგრამ მოკლედ კორეულ ფილერებზეა საუბარი და სხვათა შორის მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულებაც, იმიტომ რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება. გართულება დაემართა ისეთი, რომ გარდა იმისა, რომ შეშუპება და ყველაფერი, ასევე ძალიან რთულად დაექვემდება რა დაშლის პროცესს. იმიტომ რომ დასჭირდა 3-4 დაშლის პროცედურა. ფილმედი, აი მე ძალიან მიყვარს, მე თვითონ ამათი ტრენერი ვარ, მინდა გითხრათ და ვაღიარებ ერთ-ერთი პირველი პროდუქტია ვიტყოდი. გეგმავდი სიმართლე გითხრათ არ ვიცოდი. ძალიან მაგარი პროდუქტია, ჯერ ერთი იმით რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია, სწორედ ის ჰიალურონის ფილორგას ლაბორატორია, რომელიც ძალიან ცნობილია მრავალწლიანი გამოცდილებით და აი სწორედ ერთ-ერთი უპირატესობა ისა აქვს, რომ ყველა პროდუქტი არის შექმნილი თვალის საცრემლე გვინდა საცრემლესთვის ცალკეა, ტუჩისთვის ცალკე. აი ეს უპირატესობა არის სწორედ
სწორედ კი ლიფსი ალბათ ხო აწერია. მე სხვათა შორის შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ბუნებრივი ტუჩი, ვისაც აი, მაგას უნდა ვამბობ. საკუთარი იმიტომ, ნაოჭები რო შეინარჩუნოს, სწორედ ისეთი ტუჩის მიღებაა შესაძლებელი. ხარისხიანი ჰიალურონის მჟავაზია დამოკიდებული. ანუ სუფთა პროდუქცია დევს და მაგიტომ არ იწვევს შეშუპებას, ბუნებრივ ნატურალურ ეფექტს გვაძლევს. არის ცალკე აღებული უნივერსალი ქვეხლა აქ არა გაქვთ, რითაც ისე გამოყავს ეს ჯოლის ისენი ხაზები, რომ აი ვერც მიხვდები, რომ განაკეთები ეს აქვს ეფექტი. აქვს ცალკე fine line, რომელსაც აქვს ბიოლიფტინგის ეფექტი. ანუ ყველა პროდუქტი შერჩეულია სუფთა იმ პროცენტით ჰიალურონის მჟავის, რაც ზედმეტი არ იქნება. ახლა გაზაფხულის სეზონია და აუცილებლად უნდა ვახსენო. რეტინალსაც შეიცავს ამათი სხვათა შორის მაქვს აქ წარმოდგენილი NCTF-ი. ამაზე მაქვს ძალიან უცნაური ისტორია. წლების წინ დედაჩემმა გაიკეთა ეს ფილმედის პროდუქცია და სხვათა შორის ფილმედით აი კონკრეტული ბიორევიტალიზანტი ხო თუ სწორად ვამბობ. და მაშინ საქართველოში საერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი, გაიკეთა საფრანგეთში და საქართველოში რო არ იყო ხელმისაწვდომი, მერე წლები მეწუწუნებოდა როგორ რანაირად და ასე შემდეგ და მერე მივიწერე იმ კლინიკაში, სადაც გაიკეთა დედაჩემმა ეს პროცედურა და რომ მითხრეს, რომ ესო NCTF 125-ო ძალიან გამეცინა ამ ამბავზე, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეძებდა, ეს იყო 4 წლის წინანდელი ამბავია და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ საქართველოშიც ხელმისაწვდომია და რაც ყველაზე მთავარია, რეტინალები და C ვიტამინები ვახსენე და მეგობრებო, ეს არის ერთადერთი ბიორევიტალიზანტი, რომელიც ერთდროულად შეიცავს არც მეტი და არც ნაკლები. აი, კარგად უნდა მოისმინოთ. C ვიტამინს არ ვცდები, პანთენოლს, რომელიც ჩვენი კანის ბარიერისთვის მნიშვნელოვანია, რეტინალს და კიდე რა შეიცავს? ნიაცინამიდს. ვიტამინებს შეიცავს, პოლინუკლეოტიდებს. ანუ ამის გაკეთებით ფაქტობრივად, ანუ ამას რომ გავიკეთებთ, აი ძალიან მარტივად ამას რომ გავიკეთებთ, ჩვენ შეიძლება გონივრულადაც დავზოგოთ, იმიტომ რომ აღარ გვჭირდება ზედაპირული მოვლა და მხოლოდ ზედაპირული დატვირთვა მივცეთ კანს, რომ ვუვლით მხოლოდ დამატენიანებლით და ნუ ზაფხულია და მზის დამცავი აუცილებლად გვჭირდება. მე ვიტყოდი ესეთ რამეს, რომ თვითონ ეს პრეპარატი NCT 135 სწორედ მაგას ნიშნავს, რომ ბევრი დასახელების ამინომჟავები, ვიტამინები, პოლინუკლეოტიდები, ანუ ეს შეიცავს. ეს არის ისეთი პროდუქტი, რომელსაც მე ვეძახი უჯრედულ აგურებს. ამას პოსტოპერაციულ პერიოდშიც იყენებენ. კი, პოსტოპერაციაში, რომ მალე მოხდეს რეაბილიტაცია, კანის რესტრუქტურიზაცია, დატენიანება, კანისფერი პიგმენტაცია, პოსტაკნე ლაქებით მისცვენა, აი სასწაულებს დებს, ეს მუშაობს უჯრედულ დონეზე. ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ ინექცია მარტო ჰიალურონით, იქ მოცულობას მივიღებთ, იქ რაღაც უბრალოდ შევცვლით ოვალს, ტუჩ, ამით უბრალოდ კანის სტრუქტურას ვაუმჯობესებთ. ანუ წვრილი ნაოჭები გვინდა მაგალითად, ხდება ამითი რეკონსტრუქცია, ასე ვთქვათ, კანის პიგმენტაცია, და რაც ყველაზე მთავარია, სოციალურ ქსელებში ყველაზე მარადიული კითხვა, რაც არის, რომ აი როგორ გაქვს გლოუ კანი, ეს არის გლოუ კანის მართლა გეუბნებით, იდეალური. არის ესეთი ვარიანტი, თუ პატარა ასაკში გვინდა თავიდანვე სწორად მოუვაროთ, ვიწყებთ მარტო NCTF-ით, თუ არა და ცოტა აი მე პირადად. აი რა ასაკიდან შეიძლება? რა 16-17 წლისას უკეთებ, მე ოღონდ აკნეს შემდგომ ლაქებზე და ნაწიბურებზე. ძალიან საინტერესო საკითხი. იდეალური არის. კი, როზაციის დროს იდეალურ შედეგს გვიდებს. აი როზაცია, აი კუპეროზიანი წითელლოყებიანი გამომეტყველება ის რო აქვს კანი. ანუ თქვენ ყავთ აკნეს შემდგომი ნაწიბურებით პაციენტები. შედეგებს დებს. აი თუ ვაჭარბებდი ჩემი პაციენტები ახლა თუ მისმენენ, მე პირიქით მადლიერები და მადლობლები არიან. პირველივე შემდეგ დებს შედეგს. აი აკრობს იმ პოსტაკნე ლაქებს და ნაწიბურებს და შემდგომში ახლა თუ ახლა ცოტა ასაკიანია პაციენტი, ანუ უკვე მართლა ნაოჭისთვის და ლიფტინგისთვის გვინდა, შევიმუშავე ესეთი მიმართულება, რომ მერსიებრო 50+ ქალბატონებისთვის ეს არის ჯადოსნური ელიქსირი, ანუ თინეიჯერობიდან 50+ ქალბატონების ძალიან კარგი ეს არის პროდუქტი, აი მართლა ვიტყოდი. ზოგადად ფილმედით მე უბრალოდ ბრენდს ვერ დავასახელებ. რომელი ბრენდი ჩავანაცვლე ფილმედით, აი ძალიან კულტურელი ვიქნები მაყურებელთან. თავიდან ცხვირის მოდელირება გავიკეთე იმ კონკრეტული ბრენდის პრეპარატით.
ძალიან მარტივად, აი მეორე უკვე კორექცია რო იყო, ამითი ვცადე და აი ცადა დედამიწა. ფილმედის არტ-ფილერი, არ ვიცი, ცხვირში, ტუჩში და ასე შემდეგ არის, აი საოცრება. მე პირადად ძალიან გიждები და როცა მწერენ ხოლმე სულ გულწრფელად პასუხობ, რომ ცხვირი ტუჩში და უკვე ჯოლაინიც დაემატა, იმიტომ რომ ეს იყო რეალურად ჩემი გადაწყვეტილება. იმდენად მომწონს ცხვირზე ეს მრავალწლიანი დაკვირვებით შედეგები. თან დიდხანსაც ძლებს დაახლოებით 2 წლამდე თუ ეხა ძვალზე ვაკეთებთ და რაღაც მოდელირება გვინდა, ხანგრძლივი შედეგიც აქვს და ეფექტიც. და მაინც რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვისაც ესთეტიკური პროცედურების შიში აქვთ და გონიათ, რომ ეს არის ხელოვნური ჩარევა და ბუნებრიობას დაკარგავენ ამ ჩარევით. გამოცდილმა სპეციალისტმა ურჩიოს სწორად პროდუქტი. ეხა წეღანაც ვახსენეთ ცოტა ისეთი უხარისხო პროდუქცია. მე გეტყვით გამოცდილ სპეციალისტს, აი მე მიყვარს გულწრფელობა, მიუხედავად იმისა, რომ პოდკასტს ვწერ, მე მიყვარს ძალიან გულწრფელობა, გულწრფელობით გამოვირჩევი აუდიტორიასთან და თქვენ ამბობთ გამოცდილ სპეციალისტს. გამოცდილმა სპეციალისტმა ისეთი ფატალური შეცდომა დაუშვა და მე დავინტერესდი ამ კონკრეტული кейსით და ბოლომდე ჩავყევი. და იცით რა იყო პასუხი? ყველას არ აქვს ფრანგული ფილერების ფული და ამასთანავე აი ძალიან ისე უხეშად უნდა ვთქვა, რომ ჩემ შვილებს შენ შეინახავ. აი ესეთი პასუხი იყო. გამოცდილ სპეციალისტებს, როდესაც ვსაუბრობ, დარწმუნებული ვარ, თქვენც ხართ საქმის კურსში, რომ ეს არის ქართული რეალობა. რომ ასე საუბრობენ ხოლმე გამოცდილი სპეციალისტებიც და შემდგომ არის ის რომ ადამიანებს ექნებათ ჩემი სოციალური ქსელი რომ გავხსნათ ახლა იმდენი პაციენტის წერილს ვნახავთ რომ აი ესე მივედი გავიკეთე შედეგი ვერ ვნახე გავიკეთე ფილერი არ გამოდგა ეს და არა აი აწყობთ რომ რაღაცა ეს მასწარმოებას მიმართონ და მოდი მაყურებელს უთხრათ რომ კონკრეტულად ახლა ფილმედის არტ-ფილერების იმაზე რო ავიღოთ ხო მაგალითი ეს არის ლაბორატორიული წარმოება ეს არის კვლევებზე დაფუძნებული მრავალწლიანი კვლევა მრავალწლიანი გამოცდილება და აი ეს კატეგორია რომელიც აკეთებს ესე ფილერს და ექიმები ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ესთეტიკური მედიცინის პროფესიონალ წარმომადგენლებს თუმცა მე მგონია რომ ან თავადაც არიციან რომ ის მასწარმოების ფილერები რომ OM ქარხნებში იწარმოება სინამდვილეში და ძალიან სავალალო შედეგებს დებს და დღეს შეიძლება იმ ადამიანმა მიიღოს კარგი შედეგი სახეზე მაგრამ 10 წლის შემდეგ რა შედეგი ექნება, ამაზე მაინტერესებს აი ეს ვაი კარგი ექიმები რა პასუხებს გასცემენ საკუთარ პაციენტებს. მართალია. სწორედ ამიტომ გამოვარჩევდი და მე ყოველთვის ვცდილობ რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია მივაწოდო ჩემს მომხმარებელს და სწორედ ქარხნის მიერ ისეთი შემუშავებული ფორმულით გამოიხატება ეს მასში არსებული, უпростоრად ფილმებში არსებული ჰიალურონის მჟავა, რომელიც სწორად მორგებულია, აი ჩვენ უჯრედულ დონეზეა გათვლილი, აი სწორედ ფილერების და ზოგადად ნებისმიერი ინექციის საფუძველი ის უნდა იყოს, რომ ჩვენ უჯრედებში გვაქვს ესეთი ინტერლეიკინები, რომელიც არის ჩვენი ფაქტიურად მოპასუხე უჯრედები რეცეპტორები და სწორედ აი მაგათზე გათვლილი პროდუქცია. არ იწვევენ ალერგიულ რეაქციას თუ ამ რეცეპტორის ესე ვთქვათ გაღიზიანება არ მოხდება და პირიქით მასთან შეკავშირებული ფორმულა არის, რომელიც გარკვეულ პერიოდში აამუშავებს საკუთარ ჰიალურონს, ამიტომ ნეოკოლაგენეზი სტიმულაცია მოხდება და შემდგომში უკვე საკუთარიც მუშაობს. ყველაზე მთავარი შეუძლია თუ არა აღნიშნულ ფილერებს ასაკობრივი დაბერების ნიშნების შეჩერება და ასაკობრივი ნიშნების გადადება. ეგ არის პირველი ამისი ამოცანა და დავალებაც, იმიტომ რომ სწორედ ეს ფუნქცია აქვს ამ ფილერებს, რომ ასაკობრივ ესე ვთქვათ ასაკს გვიმცირებს.
რადგან სწორედ განახლება ხდება უჯრედების და ის რაც დაბერებისკენ მიდის იმ უჯრედების პირიქით განახლება და გამრავლება ხდება. ანუ სასიკეთო სასურველი უჯრედების განახლება ისე რომ არ იცვლება ჩვენი კანის ბარიერი, არ ზიანდება, ეს არ არის ცუდი უჯრედები, ასე პირიქით კარგი უჯრედები წარმოიქმნება, რაც გვაძლევს დასაბამს რომ კანი იყოს ყოველთვის დატენიანებული, კარგად გამოიყურებოდეს. აი ელემენტარულად მე მაგალითად როცა პაციენტი მოდის, ყოველთვის ვცდილობ ჯერ გავუკეთო ბიორევიტალიზაცია, იმიტომ რომ კანი სტრუქტურობრივად მოწესრიგდეს და სწორედ ეს არის ეს fine line. აი ამას აქვს სწორედ ეკთვისება. ეს არის ბიოლიფტინგი, რომელიც ღრმად ატენიანებს, ღრმად აკეთებს ლიფტინგს და გიძლებს მინიმუმ 6-7 თვე. ერთხელ გაიკეთებ, აი რატო ძლებს? იმიტომ რომ ხარისხიანი მოლეკულაა და თვითონვე გიმუშავებს იმ საკუთარ უჯრედს, რომელიც სწორედ იზიდავს მერე წყლის მოლეკულას, გაქვს კანი დატენიანებული ლიფტინგი, თან პლუსი რა აქვს. ზოგადად ბიოები რაც აქამდე ვაკეთებთ ხოლმე ბუსტერებს, რასაც ვეძახით, ძალიან ისეთი გემჩნევა ხოლმე. ერთი არ გემჩნევა. აი ისე გაკეთდება თუ ხაზოვანი მეთოდით გავაკეთებთ, კარგ ლიფტინგს ვიღებთ. თუ ბოლოსურად გავაკეთებთ 5 წერტილში, 7 წერტილში, იღებთ დასკრინეთ მეგობრებო. იღებთ უნიკალურ ღრმა დატენიანებას და ამ ყველაფერს ყოველ წუთში კეთება არ ჭირდება. 6-7 თვე მინიმუმ. მე კიდე ჩემი ასე ვთქვათ გამოცდილებით ამ ყველაფერს უმატებ NCT-ს 135-ს და ეს არის თლად კამფორტი. ესე იგი და აღარ არის საჭირო. მხოლოდ შედეგიც გაქვს, ლიფტინგიც გაქვს, ღრმა დატენიანებას და ყველაზე კარგს ვიტყვი, მარტო სახე კი არა, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევნები, აი მუხლის ირგვლივი ეს მოდუნებული, მოშვებული კანი, ბარძაყის შიგნითა კედლები, აი ყველგან შეგვიძლია ჩავატაროთ ეს პროცედურა და მინიმუმ 7-8 თვე ხარ დატენიანებული, გამკრივებული, სწორად შერჩეული პროდუქტით და თან ლოგიკურად თანხასაც ვზოგავ. რა თქმა უნდა. რატომ ვზოგავ? იმიტომ რომ ინტერნეტში ყველა კრემი რო შევიძინოთ, ყველა საცხი რომ შევიძინოთ, ვერ შეგვისრულებს. როგორ ჩავა კრემი ახლა იმაში დერმაში და თან ყველაფერს რო დავტესტავ, თავინთი ბარიერს დავიზიანებთ. არა, აი და პირიქით უფრო სავალალო შედეგამდე ეს მივა. რეტინოლი თუ ხშირად წავისვით, ნაოჭი არ ამას პირიქით კანს რეტინოლიც დავწავთ. მეგობრებო. ხო, ანუ ამით სწორედ უჯრედულ დონეზე ხდება რესტრუქტურიზაცია თან სიღრმისეულად, საიდანაც უნდა წამოვიდეს სწორედ ელასტინის და კოლაგენის სტიმულაცია და კრემით წასმული უბრალოდ ზედაპირული სწორი მოვლის რუტინაა. ეგ მეტი ისეც არაფერს არ გვიკეთებს რომ ვთქვათ. უბრალოდ რომ კანის რა ვთქვა ახლა, სწორად იყოს დატენიანებული კანი გარედან, რაღაც გარეგნულად, აი ბჭყალებში ვიტყვი კარდონის ეფექტი რო არ ქონდეს კანს, ამიტომ გვინდა კრემი. ამიტომ გვჭირდება და დანარჩენს ესაკეთებს ყველაფერს. ვერასდროს ვერ შეასრულებს კრემი, ეგ არავინმა არ თქვას, ლიფტინგს და მოცულობას და ბოლოს გავიგეთ, რომ დამატენიანებლების ზედაპირული მოვლა ეს არის უბრალოდ სახლის დასუფთავება, მარტივიესთი შედარება რო გავაკეთოთ, სიღრმისეული, საძირკველი, რემონტი, ასე შემდეგ, ესთეტიკური მედიცინის განვითარების შედეგი და ყველა გზა ფილმედამდე მიდის. გეთანხმებით? ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა ჩვენს მაყურებელს. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის წარმოდგენია კომპანია STMedi, რომელიც საქართველოში წარმოადგენს ექსკლუზიურად არამხოლოდ ფილმედის ფილერებს, ასევე მოტივას, ენდოსფეროთერაპიას, MDR-ს, MAMS, მოკლედ ყველაფერი, რაც კი არის ჰოლივუდური სტანდარტი, ექსკლუზიურად STMedi-ის დამსახურებით საქართველოშია მომავალ შეხვედრამდე.